დღეს მოვამზადებთ ნამდვილი ბათუმური აჭარული ხაჭაპური. ზემო აჭარაში უკვე მოვამზადეთ, თან ვისწავლე რაღაცეები. ეხლა ვნახოთ როგორ მზადდება ბათუმში აჭარული ხაჭაპური. მომზადებაში დაგვეხმარება რესტორან რუსთაველის შეფი, ბატონო დავითის, თან რაღაც საიდუმლოებს გვეტყვის. ცომის რაც შეეხება აჭარული ხაჭაპურის ცომს მოკლედ, ანუ არ ჭირდება ბევრი ჩარევა, რაც უფრო მარტივი არის ცომი, მით უფრო გემრიელი გამოდის, რაც უფრო ბევრ ჩარევას, კვერცხი, ზეთი, მაწონი რაღაცეები რომ მისცე, უფრო რბილი გამოდის, ნაზი, ამიტომ აჭარული ხაჭაპური უნდა იყოს, რაც უფრო ხრაშნო არის, უფრო მეტად გემრიელი არის. მაცივარში არ ინახება, უნდა გქონდეს გარეთ. მეორე ხელის მოკიდებები და რაღაცები, ანუ არასწორად ხელი არ უნდა მოვკვდით რა. აი, ასე, რო არ მივეწებოს. მეშინია. და წებ შუა გულიდან. დააწვევით ცოტა გაწიეთ, რა. აი, ცოტა გაწიეს. ძირი უნდა იყოს თხელი რა. ტრიალო და ეს უბრალოდ ტრიალი არა, მილიმეტრებით იწევა, თვალით შეიძლება არ ჩადეს, მაგრამ უკვე ნახეთ, შუამდე მოყავს რა. შუამდე მოყავს. იგივენაირად მეორე მხარეს. ნავის ფორმას ვაძლევთ. ხო, შეაწები კარგად, რომ მე არ მიიხსნა. უკვე ნავს გავს. ძირით წევავთ უფრო გამოდის. ძირით იწევა. გითხარით რა ყველს ვიყენებთ? აქ არის ორი სახის ყველი, იმერული და სულგუნი. სულგუნი იმიტომ რომ წელვადიო იყოს. ასევე კვერცხის ცილა. ის რაღაცა შემთხვევები სადღაც რო ამატებენ კიდე სხვა ყველებს. ერთი მქონდა ერთი გამოვიგონეთ ერთ-ერთი ხაჭაპური, სადაც 4 პიცა 4 ყველით რო არის, და ყველი ჩავდეთ ხორცთან ერთად. და გემრიელი იყოს, შორს ვიდეო. დამენანოს ყველი ხო? არა. ბევრს ვამატებთ. მე მგონი თქვენ უფრო მეტ დაამატეთ. გული არ გეკინოს 100 ფენი. რა არის? ყველაზე მნიშვნელოვანი და მაგარი მომენტი დადგაც ვაცხობთ ხაჭაპურს, თან გითხარით რამდენი ხანი უნდა გავაჩეროთ. ხა ეს ღრუბელი არის 230 გრადუსზე დარეგულირებული და დაახლოებით 15 წუთი ჭირდება მაქსიმუმ. აბა გამოვიღოთ, ნახოთ რა გამოგვივა. ეს ჩემი გაკეთებულია, ეს ბატონო დავითის გაკეთებული. ეხლა განსხვავებას ვერ იპოვით ერთი მაინც, მაგრამ რაც გვინდოდა რომ ხრაში უნდა იყოს მაქსიმალურად, ეგეთი ზუსტად გამოგვივიდა. ეხლა იწყება ყველაზე რთული ჩემი აზრით პროცესი ცომის გამოცვლა. რას აიღებ, კრუხში ყველს მოაშორებ, რომ ყველი არ გამოგყვეს ცომთან ერთად. 4-დან აი ეს ნახე. ბოლომდე უნდა იგრძნო, რომ აქ ბოლომდე მიდებული არის ჩანგლის წინა ცხვირი რა. იგიძლია მაქსიმუმ 9 გვერდი გამოვაცალო ერთ გამოღებას. კილას აქცევ ბოლომდე, მე ერთი ნაჭუჭით ესე გააკეთებ, თავარია ნაჭუჭი რედაქციაშით. აი ეს, всё. და დავამატეთ კვერცხი. და ჩვენი აჭარული ხაჭაპური მზად არის. გასინჯვა იქნება უკვე მეორე ვიდეოში.